დაუვიწყარი სანახაობა DJ ლერა, არტ-ბალეტი და უკრაინელი ლამაზმანები რიყის პარკში. ცნობილმა უკრაინულმა სააგენტომ პრეზენტაცია ჩვენებით აღნიშნა. ნიკიტა მოდელს მსოფლიოში ცნობილი ქალაქების შემდეგ ფილიალი თბილისშიც უკვე აქვს. საცურაო კოსტუმები და პრეტ-ა-პორტე კაბები უკრაინელი დიზაინერებისგან. გრანდიოზული პრეზენტაცია ნახეთ თამარ ქოპულაშვილის სიუჟეტში. უკრაინელი მოდელები და მოდების ჩვენება რიყეზე. 20 ულამაზესი უკრაინელი გოგონა ქართული საზოგადოების წინაშე ცნობილი დიზაინერების ოლეგ სკირდას და ირა კასილნიკოვას კაბებსა და საცურაო კოსტიუმებში პოზირებდნენ. ჩვენებაზე ორი კოლექცია გამოვიტანე, კაბები და საცურაო კოსტიუმები. რა თქმა უნდა, გამიხარდება თუ ჩემი კოლექცია ყველას მოეწონება, მაგრამ წინასწარ არ ვფიქრობ შეფასებებზე, რადგან ძალიან ბევრი მაყურებელია. ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არა, ზოგი საერთოდ ვერ გაიგებს. პირველად ვიმყოფები საქართველოში და ძალიან მოვიხიბლე თქვენი ქვეყნით მე ჩემი ბოლო კოლექცია ჩამოვიტანე, რომელიც უკრაინის Fashion Week-ზე მქონდა წარდგენილი. ვფიქრობ, რომ ქართულ საზოგადოებას ჩემი ახალი კოლექცია ძალიან მოეწონება. ნიკიტა მოდელსი ასე ქვია საერთაშორისო სამოდელო სააგენტოს, რომლის პრეზენტაცია სწორედ ამ დეფილეთი ოფიციალურად გაიხსნა. სააგენტო 2000 წლიდან უკრაინაში მოღვაწეობს, ამ დროისთვის მას ფილიალები არა მარტო უკრაინაში და საქართველოში, არამედ ბარსელონასა და ჰონკონგშიც აქვს. კომპანიას მსოფლიო მასშტაბით 250 პარტნიორი ჰყავს. საქართველოს სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა და ვფიქრობ, რომ მოდის ბაზარი, რეკლამა და მოდის ინდუსტრია აქ ძალიან სწრაფად განვითარდება, რადგან ქვეყანაში ძალიან დიდი ინვესტიციები იდება. როგორც ეკონომისტი მე გათვლილი მაქვს ნაბიჯები და ვცდილობ, რომ დავიკავო წამყვანი პოზიცია ამ ბაზარზე. ნიკიტა მოდელს შემოსვა საქართველოში მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა დამწყები თუ უკვე შემდგარი მოდელისთვის, რადგან ნიკიტა მოდელსი თავაზობს ყველას სამუშაოს არა მარტო საქართველოს შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ. საღამოს ალინა არველაძე და მსახიობი გიორგი დეგაძე უცხებოდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის უკრაინაში მოღვაწე ცნობილი DJ ლერა ჩამოვიდა. მან მუსიკასთან ერთად ბოდი არტ ბალეტი წარმოადგინა. საქართველოში fashion ინდუსტრია, რომ ნამდვილად დეფიციტი გვაქვს ლამაზი გოგოების და ძალიან კარგი რომ ისინი ჩამოვიდნენ ესეთი რაოდენობით, იმიტომ რომ ქართველი მოდელები უკვე აღარ გქონდეს. სააგენტოს გახსნით ქართულ მოდელებს არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვრებს გარეთაც წარმატების მიღწევა შეეძლებათ. Dior, Max Mara, Paul Smith, Escada, Dolce & Gabbana, Nikita მოდელსის სააგენტოს გოგონები ცნობილი ბრენდების ჩვენებაზე ხშირად ჩნდებიან. Нам Грузия и люди очень понравились. ჩვენ საქართველო და ქართული ხალხი ძალიან მოგვეწონა, ძალიან სტუმართ მოყვარე ერი ხართ. ჩვენ ვფიქრობ, რომ სამოდელო ბაზარზე კარგად მიგიღებენ. ჩვენ ამას ველოდებით. სპეციალურად ამ დღისთვის უკრაინიდან წამყვანი მოდელების ჯგუფი და ორი ცნობილი დიზაინერი ჩამოვიდნენ. მაღალი საზოგადოების ფავორიტმა დიზაინერებმა ქართულ საზოგადოებას საცურაო კოსტიუმები და პრეტ-ა-პორტეს კაბები წარუდგინა. საღამო რიყის პარკში გრანდიოზული ფეერვერკით დასრულდა.